არცია ზუგდიდში არციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ღამე კარვებში გაათიეს მოთხოვნები არ შეცვლილა საპრეზიდენტო ვადის დასვლის გამო მათ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა სურს. გარდა ამისა მათ მოთხოვნას დღეს კიდევ ერთი დაემატა. პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია დევნილებს და სოციალურად დაუცველებს უნდა გადაეცეს. არციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ პრეზიდენტს სამდღიან ვადას აძლევენ და აცხადებენ, რომ 3 დღის შემდეგ სხვა სამოქმედო გეგმაზე გადავლენ. პრეზიდენციასთან გამართული არციის ორგანიზატორები არიან დაიცავი საქართველო და მოძრაობა ქალები მშვიდობისთვის. ახლა უკვე ხალხი აპირებს სხვადასხვა რეგიონებიდან კიდე ჩამოსვლას. აქცია გრძელდება, მანამ სააკაშვილი არ გადადგება. მოთხოვნები იგივეა, პრეზიდენტის გადადგომა, ერთი და მეორე გადაეცეს ვადაგასული პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურად დაუცველებს, უქონლებს, უსახლკაროებს და დევნილებს. მივეცით ვადა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ხელისუფლებას დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები, ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვიმეორებ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ პირადად მიხეილ სააკაშვილს.